მოგესალმებით მოვიგი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში შევქმნით პატარა აპლიკაციას. ჭალებში იმ დაგეთებ რომ ხვდებით, მოკლედ რას ვგულისხმობ. რეალურად გამოვიყენებთ კод არტეფაქტებს. ნახავთ რა არის კод არტეფაქტები და გამოვიყენებთ მას რომ შევქმნათ პატარა აპლიკაცია. რისთვის დამჭირდა ახლა ეს? ამ ვიდეოებს როდესაც ვიღებ, მაქვს ხოლმე უამრავი ვიდეოს იდეა, რასაც ხან ფურცელზე ვიწერ, ხან ტელეფონში ვინიშნავ, ხან კოდის ჩაცვეუბნები და ასე შემდეგ. ასევე, როდესაც YouTube-ის ვიდეოს ვიწერ, ამ ვიდეოს შემდეგ ვჭრი პატარ-პატარა ვერსიებად და ვდებ TikTok-ზე, შორთებზე და ასე შემდეგ. ჭირდებოდა ერთი ადგილი, სადაც ამ ყველა ვიდეოს იდეას გავერთიანებდი და ჭრილობა მექნებოდა ტელეფონიდანაც და კომპიუტერიდანაც. ზუსტად აქ შემოდის კოდ არტეფაქტი, ანუ არტეფაქტები არის პატარა ვებ აპლიკაციები, რომლებსაც კოდის დახმარებით ვაშენებთ და ისინი ცოცხლობენ კოდის შიდა სისტემაში. თუმცა ერთი პლუსი რაც აქვს კოდ არტეფაქტებს არის ის, რომ შეგვიძლია კოდ არტეფაქტების გაზიარება. მაგალითად, თუ ხართ ლექტორი ან მასწავლებელი, გჭირდებათ პატარა ქვიზის აწყობა, ძალიან მარტივად შეგიძლიათ კოდის დახმარებით ეს ქვიზი აწყოთ და შემდეგ გაუგზავნოთ თქვენ სტუდენტებს. ან რაღაც მარტივი ინტერაქტიული დავალება და ასე შემდეგ. იმისთვის რომ შევქმნათ არტეფაქტი, უნდა გადავიდეთ არტეფაქტებში, დავაჭიროთ new artifacts. აქ კოდი გვეკითხება რის აწყობა გსურს, არის რაღაც მიმართულებები დამზადებული, მაგალითად თამაშები, წეღარაც ახსენებენ მასწავლებლებს, ასევე შეგიძლიათ ინტერაქტიული თამაშები აწყოთ და ეს თამაშები გაუგზავნოთ შემდეგ თქვენ მოსწავლეებს, რაც მათ ინტერესს გაზრდის იმ საკითხის მიმართ, რასაც ასწავლით. ასევე კვიზები, კრეატიული პროექტები, productivity-ის ხელსაწყოები. მაგალითად, to-do აპლიკაცია შეგიძლიათ ძალიან მარტივად დააწყოთ აქ, ანუ რა გაქვთ გასაკეთებელი, თავის დედლაინები მიანიჭოთ და ასე შემდეგ. ჩვენ დავიწყებთ ნულიდან და აქ ავხსნი რისი აწყობა მსურს. აქ ავხსენი რისი აწყობა მინდა. თეში რაც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრე, იგივე წერია აქ. მინდა რომ ვიდეოს იდეები შევინახო რაღაც ერთ ადგილას. ასევე ავხსენი რომ ვიდეოს იდეა შეიძლება იყოს long form-ი ან short form-ი. და უნდა შემიძლოს ამის მითითება, ან მოკლე ვიდეოს იდეა თუ YouTube-ის ქსელი ტიპის ვიდეოს იდეა. უნდა შემეძლოს იმის მონიშნა, რომ ვიდეო უკვე ჩავწერე და ამის შემდეგ ეს ვიდეოს იდეა უნდა გადავიდეს არქივში. ასევე ჩვენი არტეფაქტი უნდა იყოს მობილურზე ოპტიმიზირებული, რომ შემდეგ ჩვენ მობილურზე დავაყენოთ პირდაპირ და არტეფაქტს უნდა კონდეს მეხსიერება, რომ ეს ვიდეოს იდეები შეინახოს. და ბოლოს რა თქმა უნდა, ხარი დამისვას ნებისმიერ შეკითხვა, რაც შეიძლება კონდეს. გავუშვებთ ამ პრომპტს. და დავალდებით თუ ექნება შეკითხვები, ან შეიძლება პირდაპირ აგვიწყოს ჩვენი პატარა აპლიკაცია. პირველად ვკითხა, რომ როდესაც გრძელი ვიდეოებიდან მოკლე ფორმის კონტენტს ვაკეთებ, რამდენი ცალი ვიდეო, მოკლე ფორმის ვიდეო შეიძლება ერთი YouTube ვიდეოდან შევქმნა და შემთხვევაში ვიტყვი, რომ ეს ცვლადია, ხანდახან შეიძლება 3-4 მოკლე ვიდეოც გამოვიდეს, ხანდახან შეიძლება ერთიც არ გამოვიდეს, ამიტომ მე დავაყენებ, ამას მე ავირჩევ. მეკითხება რა ინფორმაცია უნდა შევინახოთ თითო იდეაზე, დასახელება, აღწერა და პლატფორმა. როგორ დასვატოს ჩვენი ვიდეოს იდეები და ამას იდეაში დიდად მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მოდით მონიშნოთ, რომ ყველაზე ძველით დავიწყოთ. დაველოდოთ ისევ და უკვე ქმნის ჩვენს არტეფაქტს. დავდები სანამ შექმნის და შემდეგ აჩვენებთ უკვე შედეგს. ჩვენი არტეფაქტი უკვე შექმნილია, რა თქმა უნდა, აქ შეგვიძლია ვიზუალის შეცვლა, თუმცა ჩემს ამის ზედ მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა უკვე გავტესტოთ, დავამატოთ ახალი. შეგვიძლია ინფორმაციის შეყვანა, დავამატოთ ეს იდეა და მე მგონი მუშაობს. აქ შეგვიძლია მოვნიშნოთ, დავაედიტოთ ან წავშალოთ იდეა, მოვნიშნავ რომ დავასრულებ და ერთხელ უნდა გადასულიყო ეს იდეა უკვე არქივში, რაც მოხდა. ეხლა გაჩვენებთ, როგორ შეგვიძლია რომ ეს აპლიკაციად ვაქციოთ. მინდა დავაპაბლიშოთ ჩვენი არტეფაქტი,
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დაფაბრიშების შემდეგ ყველა ადამიანს შეიძლება ამ არტეფაქტის ნახვა. დავაფაბრიშოთ და დავაკოპიროთ ლინკი. და იმისთვის, რომ არტეფაქტი ნებისმიერმა ადამიანმა გახსნას, სჭირდება ყველას კლოდის აკაუნთი. ამ შემთხვევაში არ ვარ მე ახლა შესული ჩემს კლოდის აკაუნთში და ამიტომაც არ მაქვს ამაზე ცდომა. თუმცა ჩვეულებრივი კლოდის აკაუნთითაც შეგვიძლია გქონდეს ცდომა სხვადასხვა ტიპის არტეფაქტებზე და ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ შევიყვანთ ამ პატარა აპლიკაციაში, ეს ინფორმაცია არის მხოლოდ ჩვენი, ანუ არტეფაქტის ნახვა და გამოყენება შეუძლია ყველას, თუმცა ის ინფორმაცია, რომელსაც ჩავწერთ ამ არტეფაქტში, განსხვავებული იქნება ყველა იუზერისთვის. ანუ ეს აპლიკაცია პარალელურ რეჟიმში ყველას შეუძლია გამოიყენოს მათი იდეებისთვის. აპლიკაცია არის ყოველთვის ხელმისაწვდომი, თუმცა ინფორმაცია, რომელიც ამ არტეფაქტში წერია, არის კლოდის აკაუნთზე დამოკიდებული. ანუ ჩემ აკაუნთზე სხვა ინფორმაცია, სხვა რო გამოიყენებს ამ აპლიკაციას, მის ინფორმაცია მე არ გამომიჩნდება და მას ჩემი ინფორმაცია არ გამოუჩნდება. სანამ გაჩვენებთ როგორ ვაქციოთ ჩვენი არტეფაქტი აპლიკაციად, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩემი ვიდეოების სპონსორია ჩემი კურსები. ეს კურსები, რომლებიც იქნება წინასწარ ჩაწერილი, უკვე რამდენიმე კვირაში დაიდება, მუშაობ ნელ-ნელა ამაზე. ამ ეტაპზე აქტიურია ერთ-ერთზე შეხვედრები და ასევე ნებისმიერ ტიპის ბიზნესს თუ გჭირდებათ AI ავტომატიზაციები ან AI აგენტების შექმნა, შეგიძლიათ მომართოთ მუშაობა მიმართულებითაც, ასე რომ შეგიძლიათ დამეკავშირდეთ ნებისმიერ დროს. გავაგრძელოთ. ახლა კი გადავინაცვლოთ უკვე ტელეფონში, აქ ამოვანთებ ტელეფონში რას ვაკეთებ. პირველ რიგში ვაკოპირებთ ჩვენი არტეფაქტის ლინკს. შემდეგ ზედა მარჯვენა კუთხეში ვაწვევით გაზიარებას და აქ შეგვიძლია დავუმატოთ ჩვენი არტეფაქტის ლინკი ჩვენს home screen-ზე. დავარქვათ სახელი. დავასეივოთ და ჩვენი ვიდეოს იდეის აპლიკაცია უკვე ჩანს ჩვენთან ტელეფონში. როდესაც დავაწვევით, გაიხსნება პირდაპირ ის არტეფაქტი, რომელსაც ვიყენებთ. ასევე შეგვიძლია პირდაპირ ჩვენი კლოდის ტელეფონის აპლიკაციიდან გავხსნათ ეს არტეფაქტი, რადგან ეს არტეფაქტი უკვე ჩვენი კლოდის აკაუნთის ნაწილია, თუმცა კიდევ უფრო მარტივია ეს აპლიკაცია თქვენდეს ეს ყველაფერი შენახული და შეგვიძლია მისი დროულად გამოყენება ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ადგილიდან. მადლობა ყურადღებისთვის, იმედია გამოიყენებთ ამ ინფორმაციას, შექმნით პატარ-პატარა აპლიკაციებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის რეალური აპლიკაცია, თუმცა მუშაობს დაახლოებით იგივე პრინციპით და ამით ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს შეუძლია მისი პროდუქტიულობა გაზარდოს. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.